მე პირველი ხო ჩავედი მაშინვე როგორც კი ეს ხშირად როგორც კი გავიგე ჩავედი და იქ აღმოვაჩინე რომ ამ დროს ლოცულაშვილი დაკითხვაზე ყავდათ შეყვანილი და მან პირველ რიგში გამიჩნდა ეს კითხვა ნახეთ ადამიანი არის დაზარალებული გაქვს კადრები რო არ იყოს და სასწრაფოდ იდენტიფიცირება გჭირდებოდეს კიდევ დაუშვებდი არსებობს კადრები მთელ ქვეყანას აქ ნანახი ყოველს იდენტიფიცირება შესაძლებელი რატომ ატარებ ნაცემ ადამიანს საათობრივ დაკითხვაზე თქვენ კითხვას უკავშირდება იმიტომ რომ ეს იყო ჩემი აზრით იქნებოდა მცდელობა პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიური შესწავლის დამუშავების ხო თორე შეეძლოთ და კი არა და უნდა გაეკეთებინათ რომ წაიყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში ემკურნალად ერთ ან ორ დღეში მას შემდეგ რაც უკვე აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებდნენ პოლიციელების მიმართ იმიტომ რომ არ ჭირდება ამას მეტი არაფერი მას შემდეგ წყნარად უკვე ნამკურნალებზე გამოერთმიათ მისგან ჩვენება ეს ხო არ გააკეთეს ჩემი აზრით აი ეს მისი ბრალდებული სტატუსი რომელიც უნდა გადაუკვალიფიციროს ეს ადამიანი არის დაზარალებული მაგრამ ბრალდებული სტატუსის დამოკლეს מחვილივი დაკიდება ალბათ ეს მცდელობაა რომელზეც ახლა ფიქრობენ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჭინკები რომლებიც იკრიბებიან ხოლმე სოლოლაკში თუ გოცნების ოფისში სადღაც ისინი ახლა ფიქრობენ ამ ცხელ კარტოფილს რა ვუყოთ ხო რა ვუყოთ ამ საქმეს ამ ძალიან სერიოზულ დაღს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვის რომელ ნორმალურ რაცალ უნდა პარტბილეთი ეჭიროს რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება ეს მოეწონოს ან შეიძლება ამაზე რაღაც ახსნა მოძებნოს იცით რა არის კიდე ამასაც ვიმეორებ ეს ხო არა მარტო პოლიციელების მუნდირში არ ჩდება და ეთიკის კოდექსში და სამუშაო კოდექსში ეს ხო ქართველობაშიც ხო არ ჩდება ეს ხო ქართველობაშიც მიუღებელია აი ეს კადრები რასაც ხედავთ ამდენი ძალღონით სავსე მამაკაცი რომ ესევა და ფაქტობრივად ფიზიკურად ანადგურებს ხო უპირებს რომ გაანადგუროს აი რასაც